მოგესალმებით თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტ ნინო მარღიშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის განვიხილავ ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემებს. დღეს ჩვენი ეპიზოდის თემა გახლავთ უშვილობა. ეს არის უსერიოზულესი თემა საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ძალიან ბევრი წყვილი დგას ამ პრობლემის წინაშე და ხანგრძლივად წლების განმავლობაში უწევთ ამ პრობლემასთან ბრძოლა. ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი ცნობილია, ზოგჯერ კი დაუდგენელია და დამატებით კვლევებს საჭიროებს კიდევ. ამიტომ ამ საკითხებზე და სხვა ბევრ საინტერესო თემას ასაუბრეთ. ჩვენ დღეს გვყავს ძალიან კომპეტენტური სტუმარი, ქალბატონი ქეთევან ტაბუცაძე, რომელიც ახლახანს დაბრუნდა კონფერენციიდან ევროპაში, იყო ძალიან საინტერესო კონფერენციაზე, კონფერენციის შესახებაც მოგვიყვება ახალ მეთოდებზე ბევრ რამეს და ასევე დაეხმარება იმ წყვილებს, რომელთაც აქვთ ეს პრობლემა, უწევთ ამ პრობლემასთან გამკლავება, როგორია უახლესი გამკლევის მეთოდები, რას გვთავაზობს მედიცინა, რა ახალი პრეპარატები, რა ახალი გადაჭრის გზები არსებობს ამ დროისთვის და როგორ მოდის საქართველოს მეცნიერთა თანხმდროში ამ სიახლეებთან. მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან, დიდი მადლობა რომ მოგზანდით ჩვენთან. როგორც თქვით, უსერიოზულესი თემა გვაქვს და დავიწყოთ. მოგესალმებით, პირიქით დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც თქვი, ზოგიერთი წყვილისთვის, ვისაც ეს პრობლემა უდგას ძალიან სერიოზული პრობლემაა, როგორც მორალურად, ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ სტრესთან არის დაკავშირებული და სამწუხაროა რომ იმატა ასეთმა შემთხვევებმა. ამიტომ მინდა გკითხოთ კლინიკურად რას ნიშნავს უშვილობა. ანუ დაქორწინებიდან, სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან რა დროში თუ არ ხდება დაორსულება, რამდენად სწორად დავსვიკითხვა, არ ვიცი. ანუ ხო, რამდენ ხანში უნდა მოხდეს დაორსულება, რომ არ ჩაითვალოს უშვილობა პრობლემა და ამ წყვილის შემთხვევაში. ზოგადად უშვილობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც რეგულარული სქესობრივი კონტაქტის, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს 1 წლის განმავლობაში, ანუ 12 თვის განმავლობაში არ დგება ორსულობა. აი ამ შემთხვევაში უკვე ვარქმევთ ამ მდგომარეობას უშვილობას. თუმცა თუ ქალს ან მამაკაცს აქვს რაიმე სხვა ტიპის გინეკოლოგიური ან ანდროლოგიური პრობლემები, და უკვე მისთვის ეს ციკლის დარღვევა შეიძლება იყოს ან სხვა რაიმე ჰორმონალური დარღვევა ან რაიმე დაავადება, მაშინ ის არ უნდა დაელოდოს 12 თვეს და უფრო სწრაფად უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს, რომ მსგავსი პრობლემა თავიდან აიცილოს, მოხდეს მიზეზების დადგენა. კი ბატონო, გასაგებია, ამ შემთხვევაში თუ არ აქვს სხვა პრობლემები, გავიდა 1 წელი, არ მოხდა დაორსულება ფიზიოლოგიური გზით, ამ შემთხვევაში მიდის პაციენტი რეპროდუქტოლოგთან. მე კი ვახსენე თავიდან შესავალ სიტყვაში, რომ გახშირდა, მაგრამ თქვენ თუ გვეტყვით რამე სტატისტიკასთან დაკავშირებით საქართველოში როგორია ამ ბოლო წლებში რამდენად იმატა და ევროპის ქვეყნებში როგორ ხდება იქაც ასე მომატებულია. ზოგადად გლობალური სტატისტიკა არის ის, რომ 6 ადამიანიდან 1 უშვილობას ეწვის. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 2024-25 წლის სტატისტიკა საქართველოს მიმართებით არ მომიძიებია, მართალი გითხრათ, ვერ მოვიძიეთ, თუმცა ჩვენ სავარაუდოდ ვჩდებით იმ სტატისტიკაში, რასაც მსოფლიოს ქვეყნები. კი ბატონო, აი ასეთ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი ამ წყვილებისთვის რა იქნება? რა კვლევებს შეიძლება ელოდოს წყვილი, როდესაც კლინიკაში მიდის ამ პრობლემით? პირველი ნაბიჯები როგორ ხდება ამ ყველაფრის დიაგნოსტირების დაწყება და ასე შემდეგ, რომ პირველი ნაბიჯი არის ის, რომ უნდა გადაწყდეს, რომ უშვილობა არის წყვილის პრობლემა და არ არის მარტო ხალის პრობლემა. განსაკუთრებით ეს ტრადიციული კულტურის მქონე ქვეყნებში მაცხოვრებელ ხალხს აქვთ პრობლემა ამ მიმართულებით, ძირითადად მაინც ქალის მიმართ ხდება სტიგმატიზაცია ან აი რაღაც ამ მიმართულებით ცოტა კრიტიკულები არიან. უშვილობა არის წყვილის პრობლემა. როგორც ქალის, ასევე მამაკაცის, ამიტომ როდესაც რეპროდუქტოლოგთან გადაწყვეტ მისვლას, ამ პრობლემით უნდა აუცილებლად მივიდეს წყვილი.
დამოკლებები არის სტანდარტული, რა თქმა უნდა, იწყება პირველად გასაუბრებით და შესაბამისად უკვე ანამნეზის და ავადმყოფობის ისტორიიდან გამომდინარე უკვე მიმართულებას იღებს ექიმი, რა მიმართულებით წავიდეს. კაცის შემთხვევაში შედარებით მარტივია დიაგნოსტირების პროცესი, თუმცა მკურნალობა უფრო რთულია. ერთი სპერმოგრამის ანალიზის კვლევით მამაკაცის მიმართ გვაქვს თუ არა რაიმე პრეტენზია ან არის თუ არა რაიმე პათოლოგია, ამის დადგენა უკვე ხდება. თუმცა ქალის შემთხვევაში მისი რეპროდუქციული სისტემა უფრო კომპლექსურად არის ჩართული შვილოსნობის პროცესში და დიაგნოსტირების პრობლემა უფრო ხანგრძლივი პროცესია, გართულებულია და სამაგიეროდ მკურნალობა შედარებით უფრო მარტივი. კი, ან მამაკაცის შემთხვევაში თუ სპერმოგრამაში ცვლილებები არ არის, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ ქალის გამოკვლევა რჩება. კი, შეიძლება ჩაითვალოს ასე. თუმცა ამ შემთხვევაშიც ექცევა ყურადღება შვილოსნობის დაგეგმვასთან ერთად მამაკაცის ასაკსაც, ისევე როგორც ქალის ასაკსაც. იყო პერიოდი, როდესაც ძირითადად ქალის ასაკის მიმართ იყო მეტი ყურადღება, თუმცა დღეს უკვე ტექნოლოგიების და მათ შორის გენეტიკური კვლევების განვითარებასთან ერთად დადასტურდა ისიც, რომ 35 წლის ზემოთ მამაკაცებს მიუხედავად იმისა, რომ სპერმის მაჩვენებლების შეიძლება ჰქონდეთ ნორმალური, არის ალბათობა მომატებული იმის, რომ იყოს ისეთი პათოლოგიები, რომელიც განაყოფიერებას უშლიდეს ხელს, ან განაყოფიერებული კვერცხუდრელის შემთხვევაში ემბრიონის განვითარებას უშლიდეს ხელს. ამიტომ დღეს უკვე ალბათ როგორც ქალი აქამდე ფიქრობდა, მამაკაცმაც დროულად უნდა მიმართოს რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს, რომ თავიდან აიჩილოს უშვილობის პრობლემა. გასაგებია, დიდი მადლობა ამჯერად ამომწურავი პასუხი იყო და თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რას ხედავთ თქვენ? უხშირესი მიზეზი რა არის უშვილობის წყვილების უშვილობის? უხშირესი მიზეზი არის ქალების შემთხვევაში ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც ვლინდება ანოვულაციით. ეს არის მდგომარეობა, როდესაც კვერცხუჯრედში ფოლიკული მწიფდება, მაგრამ არ ხდება მისი გახეთქვა, ესე რომ ვთქვათ, მარტივიანით. ეს ხშირად დაკავშირებული არის კვებასთან, დაკავშირებული არის ცხოვრების წესთან, დაკავშირებული არის სტრესთან. ეს შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც თანდაყოლილი რაიმე პათოლოგია, ამიტომ აი ზოგადი ჯანმრთელობის მართვა ქალმა პირველივე, ასე ვთქვათ, შეგნებული დღეებიდანვე უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი იყოს გენეტიკური გინეკოლოგიური პათოლოგია იმისთვის, რომ ჩაითვალოს, რომ ქალს რაიმე შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მამაკაცის შემთხვევაშიც იგივე, იმიტომ რომ აბსოლუტურად იგივე მექანიზმით მოქმედებს სტრესი, არასწორი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის, თამბაქოს და სხვა მავნე-ნივთიერებების მოხმარება ორგანიზმზე და იმ უჯრედებზე, როგორიც არის სპერმატოზოიდები, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განახლებადი და მზარდი უჯრედია ორგანიზმში. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. გასაგებია, აქვე მინდა კითხო თქვენ ახსენეთ ანულაცია, ან როდესაც არ ხდება ფოლიკულის გახეთქვა. ამ შემთხვევაში მედიკამენტოზური სტიმულაციით მე ვიცი რომ შესაძლებელია ხო ამის მიღწევა. მაგალითად თუ მედიკამენტოზური სტიმულაციის შედეგადაც ჩვენ ვახერხებთ რომ გასკდეს ეს ფოლიკული, მაგრამ არ ხდება დაორსულება. თუ ხდება ესეთი რაღაც და ამ შემთხვევაში როგორ ვიცით? რა თქმა უნდა, ანუ ოვულაცია ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იმისთვის რომ ორსულობა დადგეს, მაგრამ არა ერთადერთი. იმიტომ რომ იგივე სტიმულაციას შეიძლება მოხდეს ფოლიკულის ზრდა, შეიძლება მოხდეს ფოლიკულის გახეთქვა, მაგრამ მასში იყოს არაჯანსაღი კვერცხუჯრედი, ან არა საკმარისად მწიფე კვერცხუჯრედი. ამიტომ სტიმულაციის პროცესის მართვა შესაბამისი გამოცდილების სპეციალისტმა უნდა აიღოს თავის თავზე და დამოკიდებული არის ძალიან ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე ამ
პროცესში, ამიტომ ესეც ძალიან საკმაოდ დიდ გამოცდილებას და ცოდნას მოითხოვს ექიმის მხრიდან ამ პროცესებზე ზემოქმედება. დიდი მადლობა ძალიან. სტიმულაცია ყველას შეუძლია, მაგრამ წარმატებული სტიმულაცია კი ეს უნდა მეთქვა მეც ნამდვილად ასეა კი ბატონო. მინდა გკითხოთ ესეთი რაღაცა, დავიწყეთ მკურნალობა, გავაკეთეთ, ჩავატარეთ გამოკვლევები უწყვილში, დავიწყეთ მკურნალობა, ანუ არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარის არის და პრობლემა. აი რა შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბუნებრივი გზით დაორსულება ვერ ხერხდება, განაყოფიერება ვერ მოხდა და გადავიდეთ რაღაცა დამატებით ზომებზე. რა შემთხვევაში იღებს ექიმი ასეთ გადაწყვეტილებას და გამართლებული როდის არის? პირველ რიგში, როდესაც ვიცით, რომ მამაკაცის მხრივ გვაქვს მდგომარეობა, რომელსაც ეძახიან აზოოსპერმია, ანუ როდესაც სპერმაში არ არის ცოცხალი სპერმატოზოიდები, უკვე პირდაპირ მივდივართ და ვიწყებთ ხელოვნური რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას. მაგრამ ქალის შემთხვევაში, აი სწორედ ჩვენი საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ დიაგნოსტირების პროცესი ცოტა რთულია, სანამ მივალთ რაიმე გადაწყვეტილებამდე. ზოგადად მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერმა რეპროდუქტოლოგმა, გინეკოლოგმა, რა თქმა უნდა, ისტორიის, ავადმყოფობის ისტორიის, ადამიანის ქალის ისტორიიდან გამომდინარე და გათვალისწინებით ეცადოს ბუნებრივი შვილოსნობის აღდგენა. ბუნებრივი შვილოსნობის აღდგენა, რადგანაც თუ მოხერხდება და მოხდება აღდგენა, შემდგომი ორსულობებიც ბევრად მარტივი იქნება. თუმცა ამისთვის აუცილებლად უნდა გამოიკვლიოთ საშვილოსნოს ღრუ, საშვილოსნოს მილები, რა თქმა უნდა, საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფების პროცესი მართოთ და ნახოთ, რამდენად სრულყოფილად ხდება. თუ ამ გზაზე, რასაც გადის თვითონ კვერცხუჯრადი განაყოფიერებული ჩასახვამდე, არაფერი წინაღობა არ არის, როგორც წესი ორსულობა უნდა დადგეს. თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც გვხვდება სხვადასხვა ანატომიური პათოლოგიები, გაგიგიათ ალბათ იგივე შეხორცებული საშვილოსნოს მილები, იგივე საშვილოსნოს ღრუში სხვადასხვა პრობლემები. ამ დროს, რა თქმა უნდა, ვიყენებთ სხვადასხვა ენდოსკოპიურ მეთოდებს, რომლის დროსაც საშუალება გვაქვს მილის გამტარიანობის აღდგენის, ან საშვილოსნოს ღრუს მოწესრიგების, ისე რომ ბუნებრივი გზით მოხდეს ორსულობის დადგომა. თუმცა ამასაც აქვს თავისი დრო, რადგან წეგან ვახსენეთ, რომ დრო ძალიან ძვირფასია როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის, როდესაც აღნიშნული ჩარევების შემდეგ რაღაც პერიოდი მაინც არ დგება ორსულობა, უკვე არ უნდა დავკარგოთ ბევრი დრო და მივმართოთ დამატებით რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს, დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. თუმცა აქაც ასაკი არის გადამწყვეტი და აი ამ დროის ვარირების პროცესში ესეც უნდა აუცილებლად გაითვალისწინოს ექიმმა. ეს არ არის აბსოლუტური გარანტია, იმიტომ რომ იგივე ყველასთვის კარგად ცნობილი ინვიტრო განაყოფიერებასაც აქვს თავისი პროცენტული წარმატების მაჩვენებელი, თუმცა ყველა ალტერნატივა უნდა სცადოს ექიმმა. კი ბატონო, ანუ თუ სწორად გავიგე დავაზუსტებ, მიუხედავად იმისა, რომ თქვა, ყველა დაბრკოლება თუ არის რაიმე ანატომიური მოვაგვარებთ, ჰორმონალური მოვაგვარებთ, ფოლიკულით გასკდა, მაგრამ დაორსულება არ ხდება, არ ველოდებით და ვეძებთ უკვე დამატებით გზებს. კი, დროს აუცილებლად უნდა ვცადოთ ბუნებრივი შვილოსნობის აღდგენა, ქალის ასაკის გათვალისწინებით, თუ ქალი უკვე კრიტიკულ ასაკში შეიძლება ეს დროც აღარ დავრჩეს, მაგრამ თუ გვაძლევს ასაკის საშუალებას, ვცადოთ ბუნებრივი შვილოსნობის აღდგენა. თუ არ გვექნება ამის საშუალება, უკვე მერე გადავდივართ დამხმარე რეპროდუქციულ. კი ბატონო, დიდი მადლობა. აქვე მინდა ვუთხრათ, როგორია შანსი სხვადასხვა ასაკში ბუნებრივი დაორსულების ქალებში და მამაკაცებში? იცით როგორ არის უკეთესი პერიოდი და ყველაზე კარგი პერიოდი ორსულობისთვის ფიზიოლოგიურად და მე არ ვსაუბრობ მორალურ საკითხზე. დასაგებია ეს ფიზიოლოგიაზე ვსაუბრობთ. ყველაზე კარგი პერიოდი არის 30 წლამდე, 35 ყველაზე მაქსიმუმ. ქალის
ისევე როგორც მამაკაცის შემთხვევაში, იმიტომ რომ წეღანაც აუგნიშნეთ 25 წლის შემდეგ უკვე იკლებს ქალის და მამაკაცის რეპროდუქციული პოტენციალი. განსათვალისწინებელია კიდევ ის, რომ ძალიან გაახალგაზრდავდა ისეთი პრობლემები, როგორიც ქალს თქვა 35 წლის ზემოთ ეწყებოდა, დღეს უკვე გაახალგაზრდავდა მენოპაუზად, შესაბამისად, ალბათ იმიტომ რომ ისევ ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ამიტომ შვილოსნობის და რეპროდუქციული პოტენციალის გარკვევა ქალმა უკვე ადრე უნდა დაიწყოს, ბევრად ადრე უნდა დაიწყოს, ვიდრე 35 წლის. შეუძლია დაგეგმოს შვილოსნობა 35 წლის ასაკში, მაგრამ თავისი რეპროდუქციული პოტენციალი უნდა მანამდე გაიგოს. იცოდეს რა დრო აქვს და თავისი ცხოვრება სწორად მართოს. რომ მე სიურპრიზები არ დავხდეს. კი ბატონო, კი. და ეს რით შეგვიძლია გავიკოთ თქვა. დღეს უკვე არის, კი, დღეს უკვე არის სხვადასხვა კვლევები, ჰორმონალური კვლევები, რომელიც საკვერცხის რეზერვს გვიჩვენებს, რომელიც გვაძლევს საშუალებას განსაზღვროთ როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციული პოტენციალი. ეს არ გვაძლევს ზუსტ თარიღს და რიცხვს, როდის დაიწყება მენოპაუზა, მაგრამ დაახლოებით ინფორმაცია გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია დარწმუნებული ვარ ჩვენი მწვრთნელისთვის და გაითვალისწინებს. კი, ბოლო დროს ძალიან ბევრი პაციენტია, ვისაც ნაადრევი მენოპაუზა აქვს და ნაადრევი განლევა საკვერცხის. თუმცა ეს რომ იცოდეს 10 წლით ადრე უკვე დაგეგმავდა თავის შვილოსნობას. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაითვალისწინეთ აუცილებლად. აქვე მინდა გკითხოთ, მართალია რომ სტრესი ხელს უშლის დაორსულებას? მართალია. სტრესი ცვლის ორგანიზმის რეაქციას სხვადასხვა გამღიზიანებელზე, ცვლის ჰორმონალურ ბალანსს და წეგან ზუსტად ის ვახსენეთ, რომ ჰორმონალური დისბალანსია ერთ-ერთი პირველი უშვილობასთან ბრძოლის პროცესში და მიზეზები. შესაბამისად, სტრესი ერთ-ერთი პირველი არის, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ უშვილო წყვილთან ურთიერთობის დროს. შესაბამისად, ფსიქოლოგიური დახმარება და ფსიქოლოგიურმა დახმარებამ შესაძლოა ძალიან კარგი როლი ითამაშოს აუცილებლად. მე ვთვლი, რომ ნებისმიერი წყვილი, რომელიც ებრძვის უშვილობას, აუცილებლად საჭიროებს სწორ ფსიქოლოგიურ გიდს, ასე ვთქვათ. ვინც დააკვალიანებს, ეს შეიძლება იყოს მისი რეპროდუქტოლოგი, ვინც мотиваციას მისცემს, ვინც აუხსნის ყველა იმ პრობლემას, რაც აქვს, ან რაც პოტენციაში შეიძლება ჰქონდეს, აუცილებელია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ასეთი წყვილების. ქაბატონო ქეთი, მინდა ვისაუბროთ მცირედ ისეთ სტიგმასთან დაკავშირებით, როგორიც არის არაბუნებრივი გზით განაყოფიერება და არაბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვები, ასე ვთქვათ. ეს არის ხელოვნური განაყოფიერება, ეს არის ვთქვათ კვერცხუჯრედის გაყინვა წინასწარ და შემდეგ განაყოფიერება, ინსემინაცია და ასე შემდეგ. მინდა რომ ამასთან დაკავშირებით გითხრათ, განვუმარტოთ ჩვენს მენელს, რათა არ დააბრკოლონ ამ პროცედურებმა და ავუხსნათ, რომ ეს ჩვეულებრივი სამედიცინო მიდგომა, რომელიც შანსს აძლევს, რომ მყავდეს თავიანთი ბიოლოგიური შვილი. პატარა შესავალს გავუკეთებ ამ თქვენ კითხვას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და საყურადღებო, რაც ახლა გლობალურ სტატისტიკასთან მიმართებით არის ის, რომ განსაკუთრებით საქართველოსთვის არის ეს კრიტიკული, მკვეთრად იკლო შობადობა. მკვეთრად იკლო და ისეთი პატარა ქვეყნები, სადაც მოსახლეობა არის მცირე, ეს განსაკუთრებით მტკივნეულად შეიძლება აღვიქვათ. შობადობის კლება განპირობებული არის, ხშირად ვსაუბრობთ, ქალის ემანსიპაციასთან. ანუ, როდესაც და არა მარტო ქალის, როდესაც წყვილი ბევრ სხვა საკითხს აგვარებს, სანამ დაგეგმავს ორსულობას, შვილოსნობას და შესაბამისად, შემდეგ უკვე ასაკიდან გამომდინარე რთულდება პროცესები. დღეს უკვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების არსებობით, მათ შორის როგორიც არის ინვიტრო განაყოფიერება, მათ შორის როგორიც არის კვერცხუჯრედების გაყინვა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი რეპროდუქციული გეგმები
დავალაგოთ ისე რომ მე ასაკმა ხელი არ შეგვიშალოს და ამაში გვეხმარება კვერცხუჯრედების გაყინვა. ჩვენ თუ 30 წლამდე დავგეგმავთ სწორად, გავიგებთ ჩვენ რეპროდუქციულ პოტენციალს, გავყინავთ ჩვენ კვერცხუჯრედებს და უკვე შემდეგ როდესაც ჩვენ მორალურ, სოციალურ და სხვადასხვა საკითხებს დავალაგებთ და დავგეგმავთ ორსულობას, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი დამხმარე იმის, რომ ხელი აღარ შეგვეშალოს შვილოსნობის პროცესში. და შევამციროთ ეს პრობლემა, როგორიც არის შვილოსნობის პრობლემა. კი ბატონო, ან ეს არის მიღწევები თანამედროვე მედიცინაში, ეს არის კიდევ ერთი დამატებითი შანსი, რომ გვყავდეს ბიოლოგიური შვილები და ამასთან პარალელურად დავგაგბოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მომავალი სოციუმში. დიდი მადლობა პასუხისთვის. მინდა გკითხოთ კონფერენციის შესახებ ცოტაოდენი სიახლეები მოგვიყევით ევროპული კონფერენციიდან, სად გაიმართა კონფერენცია, რა იყო მთავარი თემატიკა და რა სიახლეებს გვეტყვით, რა ტენდენციები გამოიხატება. ეს იყო ევროპის რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის მსოფლიო კონგრესი, პარიზში ჩატარდა წელს. დიახ. როგორც ყოველთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იმ კუთხით, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან კოლეგებმა შეძლეს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ სიახლეები, მიღწევები, გამოცდილება, შეცდომები თუნდაც რაც შეიძლება იყოს მაგალითი სხვა კოლეგებისთვის, რომ იგივე არ ვთქვათ ამ პროცესში არ დაუშვან. ძალიან ბევრი საინტერესო თემა, 80-ზე მეტი ახალი საინფორმაციო სტატია იყო, კვლევა იყო წარმოდგენილი, ძალიან საინტერესო იყო. მინდა ასევე ვახსენო, რომ წელს სექტემბერში თბილისში ტარდება საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის მიერ დაგეგმილი კონგრესი. ძალიან საინტერესო, იმედი მაქვს, რომ იქაც ბევრი კოლეგა გავუზიარებს ერთმანეთს. ყველა მასე იქნება ნამდვილად. რა ახალი ტენდენციები გამოიკვეთა უშვილობასთან ბრძოლის მიმართულებით? არის რამე ახალი ტენდენციები? არის ნამდვილად, არის და ძალიან საინტერესო. პირველი არის ეს ხელოვნური ინტელექტის აქტიურად გამოყენება რეპროდუქციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ძალიან საინტერესო სტატიები იყო ამასთან მიმართებაში, რომელიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ექიმს უმარტივებს პროცესების მართვაში ხელს და მეორე მხრივ ეს გამარტივება შედეგის უფრო მაღალ შედეგზე გასვლას ნიშნავს. მეორე საკითხი არის ისეთი პროცედურების დანერგვა, რომელიც ქალს აძლევს საშუალებას, რომ მართოს თავისი რეპროდუქციული პოტენციალი, დიდხანს შეინარჩუნოს რეპროდუქციული პოტენციალი. ესეთი არის მიტოქონდრიალური პროცედურები, რომლებიც აი სულ რამდენიმე ქვეყანაში არის ნებადართული, რომ ჩატარდეს. საინტერესო უკვე დაიდო კვლევები, უკვე დაიბადა ბრიტანეთში რამდენიმე ბავშვი ამ კვლევით. ნახოთ როგორ განვითარდება. ძალიან საინტერესო არის, ნამდვილად საინტერესო იქნებოდა, დარწმუნებული ვარ. მე როგორც ვიცი, საქართველოში საკმაოდ განვითარებული დარგია რეპროდუქტოლოგია და ძალიან ბევრი კარგი ექიმი მუშაობს ამ მიმართულებით. ასე რომ პირიქით ჩვენთან ჩამოდიან და ქართველ წყვილებს არ ჭირდებათ ხოლმე ასე სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრობლემით წასვლა. განსხვავდება ჩვენი და ევროპული მიდგომა ან უშვილობის დიაგნოსტიკების მკურნალობის და ასე შემდეგ საკითხების მიმართ. ეს დარგი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად წარმატებული ქართულ მედიცინაში. დარგი, რომლის პროფესიონალებიც საქართველოში არაფრით არ ჩამოუვარდება არც ერთი ქვეყნის არც მსოფლიოს არც ერთ წერტილში თავისი პროფესიონალიზმით კოლეგებს. იმდენად რომ ჩვენთან ტარდება უკვე ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, შესაბამისად ძალიან ბევრი კოლეგა
თავის სამეცნიერო ნაშრომებში მოიხსენიებს ჩვენი კოლეგების ნაშრომებს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან კარგი. პაციენტების თვალსაზრისითაც მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ძალიან საინტერესო ადგილია სამედიცინო ტურიზმის მხრივ უშვილო წყვილებისთვის. ეს მინდა დაზუსტოთ. ძალიან ლოიალური მიდგომა არის როგორც კანონმდებლობის მხრივ, ასევე ფინანსურადაც ევროპულ მაგალითს რომ შევადაროთ, ფაქტიურად 5-ჯერ უფრო ნაკლებია ფინანსურად ხარჯი წყვილისთვის, თუ მეტი არა, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. როცა იგივე ხარისხის სერვისის მიწოდება შეუძლია ქართულ კლინიკებს, რომლებიც დღეს არიან რეპროდუქციული in vitro მიმართულების რეპროდუქცია ის მიმართულება, რომელიც ნამდვილად ძალიან ძლიერია ჩვენთან. ნამდვილად გეტყვით. საამაყოდ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემა იყო. მე პირადად ამ უძრავებას ხებ მივიღე. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის და მე ერთი კითხვა რა შეთავაზება მაქვს თქვენთან. თუ გნებავთ მიმართოთ ჩვენს მენელს და უთხრათ, როგორ ვებრძოლოთ სტიგმად და ტაბუდადებულ თემას უშვილობასთან დაკავშირებით და როდის მიმართოთ ექიმს აუცილებლად, როდის არ უნდა გადავდოთ რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ დროულად უნდა გავიგოთ ჩვენი რეპროდუქციული პოტენციალი. ეს ცოდნა ჩვენთვის არის იმის საშუალება და იმის ძალა, რომ ვმართოთ ჩვენი მომავალი. დღეს უკვე ქალებს აქვთ ამისი საშუალება, თუნდაც იგივე კვერცხუჯრედების გაყინვის კუთხით, თუნდაც იგივე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების კუთხით, როდესაც ადრეულ ასაკში შეუძლიათ ისეთი პროცედურა დაგეგმონ, რომელიც უკვე მომავალში ამ პრობლემას აღარ შეუქმნის. მივმართავ იმ კუთხით, რომ უშვილობა ეს არ არის დაავადება პირველ რიგში, რომ ეს არის ძალიან პირადული საკითხი წყვილის, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ პატივიცეთ ნებისმიერი წყვილის გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით და რასაც ვუსურვებდი ქართველ ოჯახებს, რომ ნაკლებად ჩაერიონ სხვა ოჯახების გეგმებში, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართვა იყო, დიდი მადლობა ნამდვილად. ჩვენს მენელს მიმართავ დიდი მადლობა რომ გვიყურეთ პირველ რიგში თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და არ გამოგრჩეთ ბევრი საინტერესო სიახლე ქალბატონ ქეთევანთან კი აუცილებლად დავბრუნდებით თქვენი კითხვები ძირითადად შეეხებოდა ძალიან ბევრი შეეხებოდა ენდომეტრიოზს და კიდევ ბევრი საინტერესო თემით დავბრუნდებით ქალბატონ ქეთევანთან ერთად ასე რომ გვიყურეთ და კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის.